ეხლა კი შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ანტისემიტური თავდასხმების ზრდას მთელ მსოფლიოში. ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ გასულ წელს რამდენიმე ქვეყანაში მომხდარმა სასიკვდილო თავდასხმებმა 2025 წელი ანტისემიტური ძალადობის მხრივ ებრაული დიასპორისთვის ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი გახადა. სინამდვილეში არგენტინაში ამიას აფეთქების შემდეგ 1994 წელს. ახალი J7 ანგარიშის მიხედვით, დასულ წელს სიდნეიში ანტისემიტური თავდასხმების შედეგად 20 ადამიანი მოკლეს. ეს იყო ბონდი ბიჩი, მანჩესტერი, ჰიტონ პარკის სინაგოგა, ვაშინგტონის კაპიტალ ებრაული მუზეუმი, The Boulder, კოლორადო. J7-ის დიდი თემების სამუშაო ჯგუფმა დღეს გამოაქვეყნა თავისი მეორე წლიური ანგარიში ანტისემიტიზმზე, სადაც აღწერილია 23,000-ზე მეტი ანტისემიტური ინციდენტი. J7-ის ქვეყნებში 2025 წელს. დაჯერება ძნელია ამ სტატისტიკების. ჩვენ მივესალმებით მარინა როზენბერგს, ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგის საერთაშორისო ურთიერთობების უფროს ვიცე-პრეზიდენტს და ისრაელის ყოფილ ელჩს ჩილეში, რომელიც ახლა ვაშინგტონიდან გვიერთდება. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ეს რიცხვები შოკის მომგვრელია. J7-ის ანგარიში აგვირდება ანტისემიტური ინციდენტებსა და ტენდენციებს არგენტინაში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ASEAN-ში. ეს მოიცავს ებრაული დიასპორის 90%-ზე მეტს. რას ფიქრობთ ამ დამანგრეველ ციფრებზე? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამ მნიშვნელოვანი ანგარიშის გამოკვეთისთვის. ეს მეორე წელია, რაც J7 სამუშაო ჯგუფი ერთობლივ ანგარიშს ამზადებს გლობალურ ანტისემიტიზმზე. თქვენ ახსენეთ ყველა ეს ციფრი და მნიშვნელოვანი სტატისტიკა, მაგრამ თითოეული ციფრის მიღმა დგას სახელი, ოჯახი, ისტორია იმ ადამიანის, რომელიც ანტისემიტური თავდასხმის ან შევიწროების მსხვერპლი გახდა. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს სახელებიც. იქნება ეს სარა და იარონი, რომლებიც გახსულ წელს ვაშინგტონში DK-ში მოკლეს. 10 წლის მატილდა, რომელიც სიდნეიში, ავსტრალიაში, ბონდი ბიჩის თავდასხმის 15 მსხვერპლთაგან ერთ-ერთი იყო. და რასაც ხედავთ ანგარიში, არის ის, რომ ანტისემიტური ინციდენტების 136%-იანი ზრდა, რომელსაც ვაკვირდებით დიდი შვიდეულის მასშტაბით 2022 წელთან შედარებით. ეს აღარ არის მხოლოდ 7 ოქტომბრის შემდეგი ზრდა. ეს არის ახალი რეალობა, ეს არის ახალი ნორმა, რომელსაც ებრაული თემები მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად აწყდებიან. და მარინა, იმის გათვალისწინებით, რასაც ამბობთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად ანიჭებენ მთავრობები პრიორიტეტს ანტისემიტიზმთან ბრძოლას, ამ საშინელ ახალ ნორმას, როგორც თქვენ თქვით, და პრევენციული ნაბიჯებია გადადგმული? დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა და ჩვენი ერთობლივი მოწოდება მოქმედებისკენ J7 ანგარიში არის ის, რომ მთავრობებმა და სამართალდამცავებმა გადადგან პრევენციული ნაბიჯები და არ იმოქმედონ მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ტერორისტული ანტისემიტური თავდასხმის შემდეგ. და ჩვენ საკმარისად არ ვხედავთ ამას. ასე რომ, ცხადია ზოგიერთი მთავრობა უფრო მეტს აკეთებს ვიდრე სხვები, აქ ASEAN-ში, ტრამპის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, გადადგეს ბევრი ნაბიჯი ანტისემიტიზმთან ბრძოლის მიზნით. გერმანიაში ასევე მთავრობამ და ხელისუფლებამ გადადგეს ბევრი ნაბიჯი 7 ოქტომბრის შემდეგ, რათა გაუმკლავდნენ ზარდ ანტისემიტიზმს იქ. მაგრამ აშკარად ეს საკმარისი არ არის და ამას ციფრებიც აჩვენებს. რასაც ჩვენ მათ ვთხოვთ, არის მეტი გააკეთონ, როდესაც საქმე ეხება ყველა სამართლებრივი ხარვეზის დახურვას, რომელიც უნდა დაიხუროს და განაახლონ სამართლებრივი ჩარჩოები, რათა საზოგადოებრივი პოლიტიკა იყოს ადაპტირებული და შეესაბამებოდეს არსებულ ვითარებას. ეს ანტისემიტიზმის გლობალური კრიზისი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ასევე მეტი ზეწოლა მოახდინონ სოციალური მედიის კომპანიებზე, ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის კომპანიებზე. იმისთვის, რომ გააუმჯობესონ სიძულვილის ენის მოდერაცია და გააძლიერონ თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, და უპირველეს ყოვლისა, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, ეს არის განათლება სკოლებში, უნივერსიტეტებში და სამუშაო ადგილებზე. ლიდერებმა უნდა უჩვენონ მაგალითი და თქვან, რომ ჩემს ქვეყანაში ანტისემიტიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა. ამაში ეჭვი არ არის. და როგორც უკვე აღნიშნეთ, ძალიან დიდი შეშფოთებაა სიძულვილის გარცელების გამო სოციალურ მედიაში. ძალიან მოკლედ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდას, რომ მაინც შევზღუდოთ სიძულვილი კიბერსივრცეში ამ ეტაპზე? დიახ. იცით, ADL-ში ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოციალური მედიის პლატფორმებს. თანამშრომლობთ მათთან და ასევე ვახდენთ ზეწოლას, რომ უკეთესად განახორციელონ არსებული პოლიტიკა, გააძლიერონ ეს პოლიტიკები და მოდერაცია. ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პოზიტიურად,
მაგალითად, ადამიანების განათლებისთვის, ანტისემიტიზმისა და ჰოლოკოსტის გახსენების შესახებ. მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან ხელოვნურ ინტელექტს იღენებენ რადიკალიზებული ჯგუფები და ინდივიდები სიძურვილის გასავრცელებლად. და არა მხოლოდ ანტისემიტიზმის, არამედ სხვა ჯგუფების მიმართაც. ანტისემიტიზმი ნამდვილად საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიებს და არა მხოლოდ ებრაულ ცხოვრებას. მარინა როზენბერგი, პირდაპირ ვაშინგტონიდან დიდი მადლობა. ნამდვილად ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. ვაფასებ თქვენს დროს. მადლობა. დიდი მადლობა.